გარკვეულ დღეებში ყველაფერი იცვლება. ადამიანები დანაშაულს პატიობენ ერთმანეთს. ზოგნი კი გულის კარს უღებენ სრულიად უცხო ადამიანს. საკუთარ თავს ეუბნები ბოლოს და ბოლოს ეს მე გავაკეთე, მე აქ ვარ. მაგრამ მაშინ რატომ გაქვს უკმარისობის გრძნობა? იცი, როცა უკანასკნელად ვნახე მისი ხელი მეჭირა. რას არ გავიღებდი, რომ კიდევ ერთხელ შევხებოდი ხელზე. ლეიდა მელიხა. მე შვილი მყავს. ჯანი ქვია. ძალიან მინდა გაგაცნოთ. ერთხელ მოიყვანე ჩვენთან. იქნებ საუზმეზე წამოხვიდეთ ჩვენთან. მხოლოდ ჩვენ ვიქნებით. ძალიან მინდა ჩემ შვილს შეეხოთ. ის თქვენ შვილიშვილად ითვლება. არა. დედას არ უნდა. მხოლოდ ჩვენ ვიქნებით. უცხო არავინ იქნება. თუმცა შეიძლება ერთი სტუმარი გვყავდეს. ჩვენი მეგობარია ეზელი ქვია. არის დღეები, როცა ყველა ქვა ერთმანეთის მიყოლებით ჩამოიშლება ხოლმე. ვერ ხედავ? ვერ გრძნობ ამ სუნს. რაღაც არის ამ საბუთებში. რაღაც იმალება ამის უკან. უკვე ამდენი ხანია ვუყურებთ ბატონოალი. გაჩუმდი, ხმა არ მოიღო. კარგად ვიცნობ ასეთ ტიპებს. როგორც კი ფულს იშოვიან, თავი ვიღაც გონიათ. სახეში გაფურთხებენ, დაქცინიან, ყველაფერს გართმევენ და თან უნდათ რომ ამისთვის მადლობა გადაუხადო. ასეთი არამზადები როგორც წესი რაღაცას მალავენ ხოლმე. მე გავარკვევ ამას. იქნებ გონია რომ ვერ გავარკვევ. რას გვიმალავს? ბატონოალი, რა იყო? აქ რაღაც არის. აშკარაა რომ რაღაცას მალავს. მე გავარკვევ. გავარკვევ რა შეასაქმე. გავარკვევ. ბატონოალი, შეიძლება ვნახო. ამ კამილს ფირმა აქვს. მოსასტუმრო ტურიზმი. მე რა? ფირმა გახსნა, მაგრამ არ ამუშავებს. არ ამუშავებს, მაგრამ შეხედეთ. 4 წელიწადში ერთი შესყიდვა, ყოველ წელს 1-2 შესყიდვა. შესყიდვა ერთ ადგილას ხდება. დიახ. ჩერჩოების სახელოსნოში. ფოტოსურათების ჩერჩოებს ყიდულობს. ერთ ადგილზე. მე რა? აქ რაღაც უცნაური ამბავია ბატონოალი. ნებას თუ მომცემთ გავარკვევ. დამიჯერეთ, სწორედ აქ არის სათავე. წადი. თუნდაც ვერაფერს მიაგნო, მაინც გამაგებინი ამბავი. გაიგე 10 წუთში დამირეკე, გესმის? ძიაზელ, ნახე როგორი თვითფრინავი მაქვს. ძალიან ლამაზია. დაფრინავს? დაფრინავს, მე თვითონ ავაწვე. ბოლოს ცოტა დამჭრა და ვეღარ გავაკეთე. დედამაც ვერ გააკეთა. დღეს მამა მომიწყო. ოჩახ. ჯან. წადი ბაღში ეთამაშე. მე და ესელი ახლა ვიმოვალთ. კარგი. მართლა შენ გააკეთე? გავაკეთე ან ვიყიდე. რა მნიშვნელობა აქვს? დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა საყვარელო, მოდი. სტუმრები გვყავს. მერტ. აქ საიდან გაჩნდით? დეიდა მელიხა.
ერთ მშვენიერ დღეს ისეთი განცდა გეუფლება თითქოს თვალი აგეხილა. ხიდზე დგახარ. დეიდა მიხარია თქვენი ნახვა. ჯანი სად არის? ბაღშია თამაშობს. შემოდით. გთხოვთ მოდით. ელიფი სად არის? ბახარ უთხარი წყალი მოუტანო. მოიცადე. მე ვარ დეიდა ჯენგიზი ვარ. ხელს ნუმკიდებ. აქ დამელოდე. ეზელ. ეს დეიდა მელიხა, მერტის დედა. ძალიან სასიამოვნოა. ომერ. ფრთხილად, არ წაიქცეთ. ისინი გეკითხებიან, ვინ ხარო? ომერ შვილო, შენ ხარ? ისინი გეკითხებიან, ვინ ხარო? თქვი, ვინ ხარ? ეზელ. მე თქვენი შვილი არ ვარ, ქალბატონო. შეგეშალეთ. მე ეზელი ვარ. შვილო. გავიგე რა შეგემთხვათ. ვიზიარებ თქვენს მწუხარებას. მაგრამ მე თქვენი შვილი არ ვარ. ფრთხილად. არ მომეკარო. არ მომეკარო. დედა. არ მომეკარო. დედა. არ მომეკარო. დამშვიდი დედა. არ მომეკარო, წამიყვანი აქედან. ფოტოები ადგილზეა? ბატონო ალი. იმ ადგილს მივაგენი, მაგრამ არანაირი ოფისი არ არის. დურგლის სახელოსნოს უფრო გავს. სად არის ეგ? ერთი წუთით. აი შევდივარ. ციხიდან გიგზავნი საჩუქარს. ეს ადამიანი მზადაა ჩემთვის თავი გაწიროს. მისი სული მე მეკუთვნის. სტამბოლი, 2006 წელი. ამიერიდან მისი სული შენს გეკუთვნის. ოღონდ ფრთხილად. იცოდე, მან ბევრი რამ გადაიტანა. ყურადღება მიაქციე მაგ ბიჭს. მას აქვს ის, რაც შენში დავინახე წლების წინ. ზოგჯერ უფსკრულის პირას ვდგავართ, ზოგჯერ კლდის ძირში ვენარცხებით. ძნელია ნამსხვრევების შეწებება და ადამიანი იქცევა ისეთად, როგორიც გინდა რომ დაინახო. ასეა ამ ბიჭის შემთხვევაშიც. ამ მომენტიდან მას შენ გაბარებ. დეფექტ თქვი რა ხდება მანდ? ბატონო ალი. მაპატიეთ, მაგრამ როგორ ჩან შევწდი. აქ პოლიეთილენის პარკებს ამზადებენ. ბოდის გიხდი, ჩემეშალა. ზია მუმთაზ, როგორ ხართ? მოდი შვილო, მოდი. სწორედ ახლა დავასრულე თქვენი შეკვეთა. დაჯექი. ჩაი დავლიოთ. ზია მუმთაზ, ჩემო უფროსმა გამოგიგზავნათ. მადლობა შემოგითვალათ. დიდი მადლობა. იმედია ერთხელ შემოვივლი აქ და ჩაის ერთად დავლებთ. ალბათ. როგორც ღმერთი ინებებს ზია მუმთაზ. დღეს ხიდზე ვიყავი.
ქვევით ცეცხლი გიზგიზებდა. Aşağıda alevler. უკან ანგელოზი მედგა, Arkamda melek. წინ önümde ეშმაკი. şeytan. İkisi de ორივემ ერთი კითხვა დამისვა. kimsin ვინ sen? ხარ? Kimin ვის tarafındasın? მხარეს ხარ? Aşk mı? სიყვარულის მხარეს თუ შურისძიების? Mahkum mu? Cellat mı? ვინ ხარ? მსხვერპლი თუ ჯალათი? İkisinden birini seç. და ორივე მოითხოვდა რომ არჩევანი გამეკეთებინა. დედა გამიღე კარი. დედა, გთხოვ გამიღე. კიდევ არ აღებს კარს? მე ერთ უთხარი გააღოს. გამიღე დედა. გეხვეწები დედა. დედა გამიღე კარი. დედა გთხოვ. დედა გამიღე. გეხვეწები დედა გააღე. გთხოვ, რა მოგივა დედა? გეხვეწები დედა გააღე. დედა გთხოვ. დედა გააღე, გთხოვ. Ama hep თუმცა არსებობს მესამე გზაც, o da ateş. ცეცხლში გადახტომა. მეხუთე გავაჩერო. Yanlış mı ya? არასწორად მოვიქეცი? არა. საბრალო ქალმა ბევრი ტანჯვა გადაიტანა. Tehlikeye at. საფრთხეში ჩავაგდე. Peşine kurtar. მტრებს მის მიმართ ეჭვი გაუჩინე. მათ არაფერი არ იციან. ჯენგიზი ჭკვიანია. ახლა ძალიან გამწარებულია. მათ კაცი მოკლეს კამილ. მათ დასაკარგი არაფერი აქვს. Kaybedecek bir şeyleri yokken. შეიძლება ეზელმა შეცდომა დაუშვა, მაგრამ ომერი სწორად მოიქცა. Uyarma. უნდა გავაფრთხილო. Ağzından bir რამე şey რომ წამოსდეს, bırakmaz. თავს აღარ დაანებებენ. ისმეთ? 2 კილო ვაშლი მინდა. ახლავე. ინებეთ, გამომართვით. ხილად მარჯვნივ, მარჯვნივ. Vay be. წარმოგიდგენია, Ezel bayraktara bak. შეხედა ეზელ ბაირაქტარს. Ulan neler. ამდენი რამ გამოვიარე და იმას ვერ ბედავ დედას ჩავეხუტო. Planı erken გეგმა იცვლება, კამილ. მოემზადე, დედა ჩემს საფრთხეში ვერ ჩავაგდებ. და აი ყველაფერი სწრაფად მოხდეს. თუ აინტერესებთ რა მოხდა, ავუხსნე. მალე გაიგებენ ამას. Merak ediyorlarsa ben de anladım. ყველაფერს ვეტყვი. მოგდომებიათ ოდესმე. დილით გაგვიძებოდათ და უკან დაგებრუნებინათ ყველა აუხდენელი ოცნება. მე მინდოდა. ბაჰარ, მოდი, ტელეფონი რეკავს. ალო? ბაჰარ, ეიშანი ვარ. ეიშან, ბაჰარს ძინავს. ვნახე რომ რეკავდით და თუ შეიძლება შენობით მომმართეთ. შევეცდები. ოღონდ თქვენც. შენს შენობით მომართე.
შევთანხმდით. ეიშან მაბადია ბუდის გიხდი რომ გუშინ გაუფრთხილებლად წავედი. არა, რას ამბობ? პირიქით მე გიხდი ბოდის. დეიდა მელიხა ცუდ დროს დავპატიჟე. არა, რას ამბობ? შენი ნათესავი არა? არ ღირდა მისი აქ მოყვანა. ამ ბოლო დროს საკუთარ თავს ვეღარ ვცნობ, ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ვიღებ. ეს კარგი გადაწყვეტილება იყო გულიდან წამოსული. თავს როგორ გზნობს? უკეთ არის? კი, უკეთ არის. სახლში წაიყვანეს. შენ? შენ კარგად ხარ? ეიშან. კი, კარგად ვარ. ბაჰარს გადავცემ რომ დარეკე. ეიშან. ვინ იყო? მაგხარ. ვინ იყო? არავინ. არავინ. ყველა გაიგებს ომერს რაც გაუკეთეთ. დამავიწყდა რომ ყოველი ოცნების მიღმა მოჩვენება იმალება. Bir hayalet bekler. დან, მადლობ. Gel oğlum. მოდი შვილო. Gel anneciğim. დაჯექი ცოტა შეჭამე. Ya abla dün ne oldu? დაიკო რა მოხდა გუში? Ne canım? რა? O kadın... ვინ იყო ის ხანში შესული ქალი? Ortalık karıştı. ყველა ნიაპური აქ. ერთი ჩვენი ძველი მეგობრის დედაა. Ne iş მერე? varmış? რა უნდა და აქ? რა უნდა და? Tesadüfen. შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს ქუჩაში. Can. ჯან, ნუ შეჭამ შოკოლადს, ისევ დაგიწყება ალერგია. Ne güzel. რა კარგია. Nerede? მაინც შეხვდით ერთმანეთს. არ მეტყვი? Ezel დელი თეზელმა დაგირეკა. duymadım. მართლა? არ გამიგია? Ben de. არც მე გამიგია. uyuyordum. ორივეს გეძინათ. Ya... ის ქალი ცუდად გახდა. Fenalaştı. თუმცა მგონი ეზელს რაღაც უთხრა. Ne dedi acaba? საინტერესოა რა უთხრა. Nereden მე biliyorsun? რა ვიცი რა უთხრა. Hem ne diyecek ki? ჯან ბოლომდე შეჭამე. Can. O ekmek bitecek. დაამთავრე. გებრიელად მიირთვით. Diyorum ben. Afiyet olsun. O ekmek ბოლომდე შეჭამე. Buyurun Eyşan. ინებეთ ქალბატონო. Eyşan neler de. ეიშა რა ხდება? Bir şey dön. არაფერი არ ხდება. Merak ettim. დეიდა მელიხას გამავნერვეულობ. Dur. მართლა? Öyle oldu. ასე გამოვიდა. Ne saklıyorsun? რას მიმალა? Anlarım ben. ხომ იცი მაინც გავიგებ. Herkesten sakladık. ის არ ყოფნის, რასაც ყველას უმალავთ. Ben de onu diyorum. მეც სწორედ ამას გეუბნები. Unutmayalım işte. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. Çünkü sahibi... ყველაფერი რაც გაგვაჩნია ჩვენ საიდუმლოზეა აგებული. ეს ხომ გახსოვს? Evet. კი, Ne kadar რა საშინელებაა არა? Bence de. არა. მე ასე არ ვფიქრობ. Bence dünyanın... ეს ყველაზე მაგარი რამეა ამ ქვეყნად, იმიტომ რომ სწორედ ეს გვაკავშირებს მე და შენ. Nereye gidiyorsun? სად მიდიხარ? ödül gecesi. კალბას შევარჩევს აღამოსთვის. Sen? შენ? Yine kodaman. რაღაც საქმეები მაქვს მოსაგვარებელი. უნდა მოემზადო. Birbirimizden... ერთმანეთს ნურაფერს დავუმალავთ. კარგი ძვირფასო. Bir tane. Tamam. კარგი. ალი, Bir küçük istemem. შენთვის დავალება მაქვს. დილა მშვიდობისა. Dinle bir. მომისმინა. Eşen bu aralar... ამ ბოლო დროს ეიშანი ნერვიულობს. რაღაც აწუხებს. მე რა ვქნა? Yok. Yanına birini ver olur mu? ვიღაც მიუჩინე, 7 სანდოკაცი. Güvenilir biri olsun. კარგი. Yani yanına da... ერთ ორ კაცს დაავალე უთვალთვალო, ოღონდ ისე რომ ვერ გაიგოს. ჯენგიზ. იმ დღეს მან მოიყვანა დეიდა მელიხა. Dediğimi yap sen. ალი გააკეთე რაც გითხარი. დიდი მადლობა. ასე არაფერი არ გამოვა, ნახევარი ჭიქა ყავის ნალექია. წესიერად გააკეთეთ, რა დაემართა ამ ქალაქს 20 წელიწადში.
20 seneden მართლა ყველა შეიცვალა. bu şehir Ömer. ჩვევა საოცარი რამ არის, არა? Alışkanlık ვერც işte. ერთმა ვერ მოვიშორეთ ჩვევები. İkimiz de alışkanlıklarımızdan vazgeçemiyoruz. Ha yüzüğü ბეჭედი მომეცი და ამით გამაგებინე რომ ben Ömer'im. ომერი იყავი. Annem o benim. დედა ჩემი მეწოდება. კიდევ რამდენ ხანს უნდა იტანჯოს. სწორედ ამიტომ უნდა გამოჩენილიყო. ახლა რა საპირებ? Şimdi ne yapacaksın? Cengiz'in ჯენგისთან თამაშს ვიწყებ. Erken. ჯერ ადრეა. ადრეა. ჯენგიზი ხარბია, მაგრამ სულელი არ არის. Değil. Daha ჯერ იმდენად არ გენდობა რომ შენი პარტნიორი გახდეს. erkeni არა, არ არის ადრე. მათვე გამომიყენეს, მაგრამ იმის უფლებას ვერ მივცემ, რომ ჩემს ოჯახს შეეხვენ. 12 წელიც დიდი კიდევ 2 თვეც მოითმინე. her şey თუ არა და რაღაც უბედურებას გადაეღრები. hikayem artık. დრო აღარ მაქვს. Evet ო კამილ. შენ მართალი იყავი? მოვიდა? მოვიდა. Tamam. კარგი. Cengiz annem. ჯენგიზი დედა ჩემთან მივიდა. ağzına დაკითხვას დაუწყებს. რა საპირებ? Yanlarında მეც მივალ. fakat ძმისშვილო, ჯერ ადრეა. დაუფიქრებლად იქცევი. 12 yıl. 12 წელი გავიდა ძე. ეკნებ დრო ავჩქარდე. durup dururken რა სეტყვი, იქ რომ მიხვალ. უფრო გაუძლიერე ბეჭვს. şüpheleri üzerine შეუძლებელია ამას ვერ ხვდებოდი. Öyle umuyorum. რამე უნდა ვიყონო? დეიდა მელიხა როგორ არის? ძალიან ნერვიულობ. ნუ მკითხავ ჯენგის მთელი დღე ტიროდა. მე ერთო. მაინც რა თქვა? არაფერი უთქვამს თქვენთვის. არა, კარს საერთოდ არ გვიღებდა. მე რო უცებ გაჩუმდა, კარი გააღუდა, სადღაც წავიდა. მას შემდეგ ასეა. Ondan beri de böyle. ხედავ? მომთას მოდი სადილი მზად არის. ზოგჯერ გინდა იმ ადგილიდან გააგრძელო, სადაც გაჭერდი. მაგრამ რაღაც გაკავებს. იცი ის ვინც არის, მაგრამ უკან ვერ ბრუნდები. ყველა გაიგებს ომერს, რაც გაუკეთეთ. ვერ კრავ ხელს, თვალებში ვერ უყურებ. გელოდები იქ, სადაც მიმატოვე. რაც უფრო მეტად ცდილობ, მით უფრო იძირები წყდიეჭი. წინააღმდეგობას ვეღარ უწევ. Karşı koyamazsın. გამომართვი შვილო, შენ შეჭამე. გმადლობ დეიდა. დიდი ხანია. ეს წვნიანი აღარ მოგიმზადებია. დარხუნა შინდით. ჩემი შვილის საყვარელი წვნიანი. Oğulcuğumun en sevdiği çorba. Ha, Mert'in mi? მერტის? Melia teyze. დეიდა მელიხა. გუშინ ცოტა შეგვაშინე. Ne oldu sahi? რა მოხდა? არაფერი. უცებ შეუძლოდ გავხდი. ალბათ ამინდის ბრალი იყო. Sen bize gelmezdin. ჩვენთან აღარ მოდიოდი. როცა დაგინახე ძალიან გამიხარდა, მაგრამ მე რაც მოხდა იმაზე გეკითხები. მე ვიცი. Öyle birdenbire თითქოს მოჩვენება დაინახე. biri bir şey mi? რამე ისეთი ხომ არ გითხრეს? ვის რა უნდა ეთქვა? Bilmem. არ ვიცი. Eşyan filan. თქვა ეიშანს. არავის არაფერი უთქვამს. Ha, ხომ? Ezele ne? ეზელს რა უთხარი? Hani bir adama... მასე იყავი დაყრდნობილი. თითქოს ყურში რაღაც უთხარი. Bir şey demedi. არაფერი არ მithქვამს. Mümtaz. მომთას, ჭამენა მცხვარი. Daha bitmedi beni ya. ჯერ კერძი არ დამიმთავრებია მელიხა. Ama Ezel'le konuş. ეზელს ველაპარაკე. Ona şey demişsin. მითხრა რომ რაღაც უთხარი ყურში. Dedim sana. ასე გითხრა? ჯენგის შვილო, ნუ გადაღლი დეიდა მელიხას.
რა თქმა უნდა მითხრა. ჩვენ ერთმანეთთან დასამალი არაფერი გვაქვს. თვითონაც გაკვირვებული იყო, მაინც რა უთხარით ასეთი. არაფერი. რა უთხარი ეზელს? არაფერი არ მithქვამს. ეგ რა არის დეიდა მელიხა? არაფერი. გამარჯობა ძია მომთეს. მობრძანდი, დაუპატიჟებლად გესტუმრეთ, ხელი ხომ არ შეგეშალეთ? არა, რას ბძანებთ? გამარჯობა. ეზელ. აქ რა საკეთებ? დეიდას გამოვნერვეულობდი, ცუდად რომ გახდა. ვიფიქრე, ჩემი ბრალი ხომ არ არის მეთქი. არა შვილო, შენ რა უნდა დაგეშავებინა? უბრალოდ ვნერვეულობდი. შენ გირეკავდი, ვიფიქრე, ერთად მივალთ მეთქი, მაგრამ შენ არ მიპასუხე, ხო და მარტო მოვედი. რატომ შეწუხდით? არა, რას ამბობ? შენერი კარგი ადამიანები ამ ქვეყნად აღარ არსებობენ ეზელ. მართლა. გამოჯამრთელდით, დეიდა მელიხა. არ ვიცი, მოგწონთ თუ არა ეს ყვავილები. საყვავილეში ჩავაწყო? არენდო მათ დედა. შევხვდეთ იქ, სადაც მიმატოვე. დღეს გვიან დავბრუნდებით. რა ხდება, რა არ მოგწონს? ნუყვირი. როგორ შევთანხმდით? ნუყვირი, დაჯექი მეთქი, გაჩვენდი. რატომ უნდა გავჩუმდე? იმიტომ. ფული უნდა გადამიხადო. მე? ყველაფრის ფული უნდა გადამიხადო. დაჯექი მეთქი, გითხარი, ხმა არა მოიღო. როგორ გააკეთე ეს? როგორ? დაჯექი მეთქი. აი ნახავ, მოგეწონება. ნამცხვარი მოგეწონა შვილო. დიდი მადლობა დეიდა მელიხა. ძალიან გემრიელია. ესეც უმერის საყვარელი საჭმელია? დაემშვიდად განისვენოს მისმა სულმა. ჩემი საყვარელი ბიჭუნა. ძალიან შეგაწუხეთ. მე წავალ. შენ რას აპირებ ჯენგის? დეიდა მელიხა გუშინდელ ამბავს მიყვებოდა. გუშინ ძალიან დავიბენე, ვერ მეხვდი რაში იყო საქმე. მაინც რა გითხრა ასეთი? მკითხა სად არის ჩემი შვილია? რომელი შვილი? მერდი, შემაშინდა მეგონა მერდი დავკარგი. ეს ნორმალურია, როცა უცხო ხალხში ხარ. მაგრამ ჩვენ ხომ უცხოები არ ვართ. დიდი მადლობა. ჯენგის, თუ მოდიხარ, თქვენი ნებართვით. აი ეს წაიღე. ფრთხილად? არა უშავს, არაფერია. ნება მომეცით, მე ავკრებ.
არა, ხელი არ გაიჭრა. არა, ნება მომეცით. ქურაზე ჩაიდან იდგას. ზიემონტას ჩვენი წასვლის დროა. მე კი სიამოვნებით დავლევ ჩაის. მაშინ წავალ მოვიტან თან ამასაც გადავყრე. ჩიქები სადაა? ვატყობა ყოფნა მოგეწონა. ლოგინს თუ გაგიშლიან, ალბათ ღამითაც სიამოვნებით დარჩებოდი. კარგი იქნებოდა. ძალიან სასიამოვნო ხალხია, მომწონს. კარგი რა, გიყოფა. რამდენიმე დღეში ჭკუაზე შეიშლები. მართლა რატომ? იცი რა არის სიდუხჭირე? მისი სუნი სამუდამოდ რჩება ადამიანს. აი ნეილონის გადასაფარებელი. და ეს ჭიქა ავიღოთ. რას გეუბნება? ჭიქა არ ლაპარაკობს ჯენგიზ. ის გეუბნება რომ მეორე ხარისხოვანი ადამიანი ხარ. შედის სალონში, მაღაზიაში, ყველა გეტყვის რომ მეორე ხარისხოვანი ადამიანი ხარ. იქიდან გაქცევით თუ უშველი თავს. ასე თუ გააგრძელებ, მართლა გავიქცევი. ძალიან ნუმიაჩვევი აქაურობას. ეს ადგილი დალახივითაა, ერთხელ თუ დაისვარე ვეღარას დროს ჩამოირეცხავ. სამუშაოზე ლაპარაკობდით? არა ვიძემონტას, ამ რაიონზე ვუყვებოდი. ჯენგიზი აქაურია, აქ დაიბადა და გაიზარდა. ო, ვიცი, მიემბო. ამ ადგილს ვერ ივიწყებს. ბავშვობაში პატარა არამზადა იყო. თუ რამ შარი იყო, ყველაფერში ამის ხელი ერია. არ მჯერა. ეს დაუმერი. სულ ფიქრობდი, ეს როგორ ხდება, ისინი ხომ ასეთი განსხვავებულები არიან მეთქი. მერე კი ისეთი ამბავი მოხდა. მაინც რა მოხდა? შვილო, უბედურება დაგვატყდა თავს. მაგრამ შეხედე. ომერმა ბოლოს მაინც სიკეთე გაუკეთა ჯენგის. როგორ? მისგან გაკვეთილი მიიღო. ბოლოს და ბოლოს გონს მოეგო. სკერისკენ ეშვებოდა. ახლა კი შეხედე, რამდენს მიაღწია. მართალი ხარ ვიზიემონტას. ომერმა მართლაც დიდი შეცდომა დაუშვა, თუმცა ჩემი ცხოვრება შეცვალა. მისი წყალობით სწორ გზას დავადექი. ახლა ვამაყობ ამ ბიჭით, შვილივითაა ჩემთვის. ღმერთია მოწმე. ნახვამდის დეიდა მელიხა. ნახვამდის შვილო, კიდევ შემოგვიარა ჯენგისთან ერთად. ზიემონტას. დეიდა მელიხა. ნახვამდის. ნახვამდის. მე კიდევ მოვა. ვინმე რომ დაგვინახოს, იფიქრებს დიდი ხნის მეგობრები არიანო. ორივე დღეა ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ ერთმანეთის გარეშე ნაბიჯსაც არ ვდგავთ. ეგ ბედია. ბედი ბრმების საქმეა. ჩვენ კი თვალები ფართოდ გვაქვს გახელილი. ოდა აბარაზე ლაპარაკობ. ფიქრობ კარგია რომ მიპოვე. მეტი რა უნდა ვთქვა. ძალიან სწრაფად შემოხვედი ჩვენ ცხოვრებაში. საღამოს სათამაშოდ მოვალ. მოდი. მოიცადე. შენ ყველაფერი იცი ჩემს შესახებ, სად ვცხოვრობ, რას ვაკეთებ. მე კი როგორც აღმოვაჩინე არაფერი. საწყენი არა. მაინც რა გაინტერესებს? ყველაფერი პარტნიორო, ყველაფერი. საიდან ხარ, რით ცხოვრობ? მაგალითად ახლა სად მიდიხარ? საიდუმლო საქმეები მაქვს. კარგი რა მორჩი. რა კარგად დავიწყეთ ყველაფერი. მოდი ნუ ვიჩხუბებთ. პირველი მაგი დამზადაა. მეორე მაგი დამზადაა. ბატონო ალი, დღეს რატომღაც თქვენი ხმა არ ისმის? ეს რა არის? უვიცო. ეს რა ქვებია? ეს გართობა ხომ არ გონია?
3 numaralı masa hazır. მესამე მაგი და მზად არის. Al sesim yerine geldi. გაიგე, ახლა ზუსტად ისეთივე ხმა მაქვს. მაყოფილი ხარ? Buyurun Cengiz Bey. დიახ, ბატონო ჯენგიზ. Anladım efendim. დილამშვიდობისა. გასაკვირველია. რა თქმა უნდა. Ne istiyor? რა უნდა? Eşen Hanım'la bağlı. ქალბატონი ეიშანი და ქალბატონი ბახარი უნდა წავიყვანო სადღაც. Baharı da. ბახარი? Ver hemen. მომეცი გასაღები. Bugün biraz küçük. მომეცი. Yapalım. Belki keyif. ცოტა ხანს პატარა ქალბატონის მზღოლი ვიქნები, იქნებ ხასიათი გამომიკეთდეს. Ne zamandır დიდი ხანია აქ აღარ ყოფილ ვარ. ჯენგიზი სად არის? თქვენ ასადგომზე მოდითო. სიურპრიზ გვიმზადებს. აბა ვნახოთ. Ekibin beygirler. ერთი შეხედეთ ასეთ კარში იალქანი გაუშლია. Vay vay. Anlıyoruz galiba. ბატონო ალი თქვენ სანაოსნო საქმეშიც ერკვევით? რა თქმა უნდა, კაპიტანი ვარ. არის ოდი? Bir açılırdı mı? მართვის უფლებაც მაქვს. Ne güzelmiş. რა მაგარია? Yine ayağa. ახლა შემიძლია ზღვაში გასვლა, იახტაც მაქვს. ჯენგიზი წინააღმდეგი არ იქნება. Tamam. შესანიშნავია. Ablacığım დაიგო. ben Ali abi. საზღვაო კრუიზში მივდივარ ბატონ ალისთან ერთად. Bu nasıl? აბა ის როგორ მოგწონს? Ama bu. არა, ეს პატარაა, ძალიან პატარაა შენთვის. Ya bak şu çok შეხედე? güzelmiş. ეს ლამაზია. Tuzlu ო, მაგრამ ცოტა ძვირია. ama kız gibi tekne güzel. იახტა ქალებითაა. ღმერთო, იქ სულ ცოტა 6 კაიუტაა. Dalgalara de. ორი ძრავა და ალბათ ძალიან სწრაფია. Sevdin კი არ გავცურავთ გავფრინდებით. ვიქირაო ჩვენთვის. Olur. რატომაც არა? Hoş geldin. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. Saniye. ერთი წუთით. Ne sefası. ერთობით არა? Yok, iş gitsin. არა, დავარკოთ ამას საქმიანი მოგზაურობა. შენ ხო ვერაფერს ვერ მიაგენი. Evi nerede? ისი სადაა მისი სახლი? წადი და ნახე. როგორ არის მოწყობილი? Git bak bakalım. წადი, ყველაფერი მაინტერესებს. Bakayım mı? ნახო თუ თავიდან მოვაწყო. Bak. ნახე ალი, ნახე. ოღონდეს ყველაფერი შენ თვითონ გააკეთე, კარგი? Ayrı gitmiyordu. რა მოხდა თქვენ ხომ განუყრელი მეგობრები იყავით? მერე და მირეკე. კარგია, გარადები წესრიგშია, საბუთებიც წესრიგშია. კომპიუტერი ჩართული უნდა იყოს. ესეც წესრიგშია. O da tamam. Buyurmaz mı? იქნებ გადახვიდე მანქანიდან. Ön tarafı kontrol. შემოსასვლელს უყურე და თუ ვინმე გამოჩნდეს შემატყობინე. თუ გინდათ ამ კიბით სახურავზე ავალ და არა აქ დამელოდე სახლში თუ ვინმე ადაგირეკავ. ჩემ შემდეგ ყველაფერს მიხედავ. ისევ გაბრაზებული ხარ ჩემზე? ოლიმპიური ცეცხლის გიქრება, შენი ბრაზი კი არ ნელდება იშენ.
რა უცნაური კაცი ხარ, ჯენგიზ. შენი აზრით ყველაფერი შენ გიკავშირდება? ჩვენ ხომ ერთმანეთისგან დამალული არაფერი გვაქვს. რა გინდა? წესიერები გახდეთ? ო. მე არაფერს არ გიმალავ. კარგი. გუშინ დილით ომერის საფლავზე ვიყავი. სწორედ იქ შეხვდი დედამისს არა. მაგრამ რატომ? რატომ? რატომ აბრუნებ უკან წარსულს ეშან? იმიტომ რომ ხშირად ვეჯახები წარსულს. შენ არა? მე ამას არ უშვებ. არ ფიქრობ ამაზე. მე კი არ შემიძლია ამის გაკეთება. რატომ? იმიტომ რომ როცა შენ გიყურებს სულის მახსენდება რაც ომერს გავუკეთეთ. ჯენგიზ. ხოლოდ მე დავრჩი. ბოლოს მეც მომიშორებ. რას აპირებ? სხვა ადამიანი გახდები? ვერ გახდები. როგორც იტალიელები იტყვიან dolce vita. ჩვენც ვიცით ცოტა რაღაც ბაჰარ. ეგ ბოთლზე წერია. კარგ ცხოვრებას გაუმარჯოს. ჩვენს საოცნებო ცხოვრებას. შენ როგორ ცხოვრებაზე ოცნებობ? მის ცხოვრებაზეც კი არაფერი ვიცით. ოცნებებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. კითხეთ და მოგიყვებით. ალი შემოდის სახლში. წადი იქიდან. რა იყო, მარტო ყოფნის გეშინია? არა, ნარკომანებმა ხმაური ატეხეს, პოლიცია მოვიდა. სასწრაფოდ უნდა წავიდეთ აქედან. ბატონო მალი. სიმართლე თუ გაინტერესებთ, სულ მუშაობ, ცხოვრებაში ერთი დღე არ დამისვენია. და ამას გაუმარჯოს. ჯენგიზ. კარგი, მაგრამ შენი ოჯახი? მშობლები ცოცხლები გყავს? არა, ავარიაში დაიღუპა. რა სამწუხარო ამბავია. ბოდის გიხდით? რა იპოვე? კომპიუტერთან ვზივარ, ძალიან ცოტა დრო მაქვს. თან ამის არაფერი გამიგება. რას ხედავ, ფოტოები გადაიღებ? ფოლდერი გავხსენი. ბევრი ინფორმაცია. ის ჩანაწერებს აკეთებდა. რის შესახებ? აი ეს მესმის. შენი ყველაზე სანუკვარი ოცნება რა არის?
სიმართლე გაინტერესებთ? არ მოგვატყუა. რა ნახიალი? სასტუმროების გეგმები. ჩემი სანუკვარი ოცნება აი ეს არის. იქ სასტუმროს ავაშენებ. მომბეზრდა ფულის განიავება. ამ ქალაქში ყველაზე დიდი სასტუმროს მშენებლობას წამოვიწყებ. სწორედ იქ გავაშენებ პატარა სამოთხეს. აი ეს არის ჩემი ოცნება. ალი მოვიდა და ათვალიერა და წავიდა. ასე იგი ეს არის შენი ოცნება. კარგი ადგილი შეგირჩევია. შენი სასტუმრო ყველაზე ლამაზი იქნება სტამბოლში. თუ სწორად ააშენებ. ერთხელ ნახაზებს გაჩვენებ, შენს აზრს მეტყვი. არავის ეუბნები არა? რას? რაც გაწუხებს? მოსაყოლი არაფერი მაქვს. ყოველთვის არის რაღაც მოსაყოლი თუ კი იპოვე იმას, ვისაც მოუყვები. შენ იპოვე? მე ზედმეტად ეჭვიანი ვარ. თუნდაც ვიპოვო ასეთი ვინმე მაინც არ ვენდობი. მოდი ცოტა გაერთობი. დღეს მძიმე დღე იყო. მოდი. აი შეხედე, ამით მართავენ კატერს. ასე პირდაპირ, ასე მარჯვნივ გადავუხვე. აბა სადე? არა, ჩავეძირებით. ნუ გეშინია. შენ ხო მამაცი ხარ. მიდი სადე? ჯენგის, ჩემს და სეზელზე რამე ხომ არ უთქვამს შენთვის? რა უნდა ეთქვა? არ ვიცი, ძალიან მოწყენილია. საინტერესოა ეს სეზელის გამოა? ამ წუთში არც ისე მოწყენილია. აი შეხედე, ეს ძრავა სამართავია. გასაგებია? რამდენად სწრაფად დადის? ჩემზე კარგად გამოგდის. რა სისულელეა? აბა რა სიტყვი? ცოტა უკეთესად ხარ? კი, უკეთ ვარ. ერთობით არა? მე კი სულ დაგავიწყდით. ბახარ, ნახე დაიკო. ხომ მოვდის მართვა ვისწავლე? ო, ეგ უკვე შევნიშნეთ. შენ ისე ატარებ, რომ ჯენგიზი წაიქცა. კაპიტანო, მარტო გტოვებთ თქვენს ხომალდთან. მე კი ამ შვენიერ ქალბატონს უნდა დავუთმო ყურადღება. მარტო არ დამტოვა. რომ ამ მხარეს უნდა წავიდე, არ ვიცი. ეგ შენი გადასაწყვეტია. აბა შენიც. მე ვარ დედა. დედა, კარგი ახალი ამბავი უნდა გითხრა. დედა, რედაქტორს მოეწონა ჩემი დაწერილი სტატიები. ოჯახშვილო, გილოცავ.
როდის გამოაქვეყნებენ? ჯერ მომზადებაა საჭირო. მოეწონათ, მაგრამ ნახოთ, რას გადაწყვეტენ. ჯენგის უნდა დაურეკო, ძალიან დამეხმარა. გაუხარდება ამას, რომ გაიგებს. მოიცადე, ჯენგისთან დარეკოს აპირებ? რა მოხდა? არ დაურეკო მერტ. შორს დაიჭირე თავი ჯენგიზისგან. დედა, შენ მაინც არ იშლის შენსას. არენდობი ჯენგის? მომისმინე მერტ? მე დედა შენი ვარ. და მხოლოდ ამ ერთ რამეს გთხოვ. კარგი. არ დაურეკავ. ძალიან კარგი. დამაცადე, რომ რაღაც მაინც გავაკეთო შენი დახმარების გარეშე. აი, მაინც არ გამოვიდა უშენოდ. გილოცავთ ბატონო ეზალ. რას მილოცავ? ყველაფერს. ძალიან ლამაზი იახტა გაქვს. ოცნებაც არაჩვეულებრივი გქონია. გილოცავ. შურს კიდეც. ნახვამდის. ნახვამდის. დიდი მადლობა დღევანდელი გაკვეთილისთვის. არაფერს. ეს ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნო იყო. ეიშან. ჩემი ტელეფონის ნომერი გააქვს? არა, კარგი იქნება რომ მქონდეს. დაგირეკავ ხოლმე, როცა ბახარზე ვინერვიულებ. შეგიძლია ნებისმიერ დროს დამირეკო. იქნება ერთხელ სადმე დავსხდეთ, ყავა დავვლევით. დავედით ძვირფასო. შეგიძლია ცოტა ხნით დარჩა. არ ვიცი. რატომ? დღეს ვერ შევძელი შენზე შტაბეჭდილების მოხდენა. ასეა. არც თუ ისე კარგი დღე იყო. მომცემ კიდევ ერთ ჩანს. დაიკო რა სიტყვი? იმსახურებს კიდევ ერთ ჩანს. მე მგონია რომ კიდევ ერთ ჩანს ყველა იმსახურებს. ვიფიქრებ ამაზე. ომერ. შენ იმსახურებ კიდევ ერთ შანსს. ვინ არის? მალი. მე ვთხოვე მოსულიყო. Hoş geldin Ali. საღამომშვიდობისა ალი. როგორ ხარ? კარგად. Bastırdım. დაუბეჭდე.
მერტო. Ne oluyor nedir? რა იყო? Bu adam nasıl bir იცი რა სიმდიდრის პატრონია ეს კაცი? Ne olacak oğlum? მერე რა? Biz de zenginiz. ჩვენს მდიდრები ვარ ჩენგიზ. Yok be Ali. არა ალი. Ben öyle მე რაღაც წვრილ მანებზე არ გელაპარაკები. Burası neresi? სად არის ეს? Burası 3. köprü. მესამე ხიდთან. იცი რა ფულის პატრონი უნდა იყო იქ მიწა რომ იყიდო. Şuraya bak. ნახე. Şu planlara. შეხედე ამ ნახაზებს. Ağzını sil. Sal. პირი მოიწმინდა უკვე დორბლი ჩამოგდის. Biz bu adamla gireriz. ალი ამ კაცთან ერთად მუშაობას ვიწყებთ. Cengiz. ჯენგიზ ახლა არ გამაგიჟო. ხარას მოიგონებ ხანრას. მე მინდა ტიპი თავიდან მოვიშორო. შენ კი მისი პარტნიორობა მოინდომე. ერთი წუთით მომისმინე მეგობარო. მან არ იცის სიზნელეები. ჭკვიანია. Akıllı falan ama biz biliyoruz. ჩვენ დავიწყებთ მასთან ერთად მუშაობას, ბოლოს კი მის გარეშე დავამთავრებთ. მის გარეშე. ეს მოდევ. Ömer yetme. ომერის ამბავი არ გეყო? Bir de ezelin. ახლა გინდა ეზელს მოუღო ბოლო. Bak ben sana... აი რას გეტყვი ეს კაცი, ომერს არ გავს. ამასთან მარტო პისტოლეტის ხელში შეჩეჩებით, ვერ გამოძრობით. მოიცადე რა პისტოლეტი. შენ ბევრი დალია, მე უბრალოდ ჩემს აზრს გიზიარებ. მხოლოდ აზრებს გიზიარებ. Ağzını თუ oyna. ასე ანუ მიედ მოედები. Önce bir çözüm. პირველ რიგში ეს ტიპი კარგად უნდა შევისწავლოთ. Çok merak. მის შესახებ ყველაფერი უნდა ვიცოდეთ. Olur olmaz. საერთოდ ვერ ხვდები რა ტიპია. Önce bir çözüm. ჯერ რაღაცები უნდა გავარკვიოთ. Ali. მომართლა ალი. Ne var ya? რა ალი, რა გინდა? Çıkıyorsan bir zahmet kapıyı. თუ უკვე მიდიხარ, იქნებ კარიც გააღვო. Bahar. ბახარი მოვიდა. Ali abi. ბატონო ალი, Herkes ხო მშვიდობა? İyi. კი, ყველაფერი კარგადაა. Ben de çık. უკვე მივდიოდი. კარგად იყავით. გამომშვიდობისა. არ მოგოცებ? გამომშვიდობისა. Ali. ბატონო ალი, შენი დაპატიჟებაც მინდოდა იახტაზე, მაგრამ ვიფიქრე უფრო ხმელეთის კაცია წყალში, არც ისე კარგად იგრძნობს თავს მეთქი. Dert değil. პრობლემა არ არის, მაინც არ მეცალა. Yolunacak kaz o. ერთი ტიპი იყო შესამოწმებელი. მე შეამოწმე? İşimiz o. ო, ეგ არის ჩემი საქმე. Problem olmadı mı? რამე პრობლემა ხომ არ შექმნია? არა, ის ტიპი აზრზე არ არის, სულელია. Cengiz, ჯენგიზ, bugün დღეს sorun. მკითხე, Hayatım yanlış mı? შემომხედე მგონი მზეზე დავიწვე. Bugün bir mektup დღეს aldım. წერილი მივიღე. Ezel'in de teklif. გადასარევი იახტა ხავს. Biz de mi alsak bir tane? ჩვენც ხომ არ ვიყიდოთ ასეთი. Sen bilirsin. როგორც გინდა. Ali ile ალისთან ერთად სათევზაო დივლი ხოლმე. Işığı söndür. შოკი ჩააქრე. Sen bana bir şey diyordun. რაღაცას ამბობდი არა? Eşan. ეიშან, Otelin yeri. ძალიან ლამაზი ადგილია სასტუმროსთვის. ასეა. Sen hep öyle bir otel. ყოველთვის გინდოდა ასეთი სასტუმრო გქონოდა. მე ყოველთვის მინდოდა რომ აზარტული თამაშებისთვის თავი დაგენებებინა. O da. ნუ ესეც Ama doğruyu söyle. იმან თითქოს ოცნებები მოგპარა არა? Hayalini almış gibi değil mi? Öyle. ხო, Hadi uyuyalım. ძილის დროა. Eşan. ეიშან, Seni seviyorum. ძალიან მიყვარხარ. Senin için her şey. შენი გულისთვის ყველაფერს გავაკეთე. Biliyorsun değil mi? ხომ იცი ეს? Biliyorum Cengiz. ვიცი ჯენგიზ, ვიცი.
ვერანდაზე დაეძინა სკამზე. პირველი ნაბიჯი გადადგი. დანარჩენი თავისით მოვა. ეს არ მაშინებს. სხვა რამ მაფიქრებს. მე ის მაშინებს. ვაი თუ უკან დაბრუნება ვერ შევძლო. ერთხელ რომ ჩავეხუტო დედაჩემს. უკან დაბრუნებას ვეღარ შევძლო. არ უპასუხებ? ჯენგიზ? ამ საღამოს რას აკეთებ? რაღაც საქმეები მაქვს. მარტო გაართმევ თავს. თუ დამხმარე არც არავინ ყავს. ხომ იცი მე მარტო მუშაობ. საღამოს თამაშზე მოხვალ? რა თამაშია? სხვების ჩარევის გარეშე მარტო მე და შენ ვითამაშებთ. რევანში დავარქვათ. საღამოში ვხვდებით. რა მოხდა? მათ გადაყლაპეს სატყუ არა, ანგეზზე წამოეგნენ. ოჯახშებნე. კარგად გაართვი თავის შენ საქმეს. უბრალოდ მე კინაღამ გავები. გაები? არა. ოჯახშებნე. კარგად გამოგივიდა. კამილ. ზიას არ დაურეკავს? მაშ კარგი. ეზერის ნახვა უნდათ? ნახავენ. ელიფ, ჯანი ამდენ ხანს რატომ არ მოვიდა? ზოგჯერ აგვიანებს ხოლმე მანქანა ქალბატონო აიშან. ელიფ, სკოლაში დარეკე. ჯანი როგორ არის? ის ახლა ზუსტად იმხელა არ ამხელად შენ იყავი. როცა სახლიდან წამოგიყვანე რა? ჯან? ელიფ, ჩემი ჯანთა მომიტანე. ღმერთო. ჩქარა გთხოვ. დედა. ჯან.
შვილო, სად იყავი? დედა გაკვეთილების შემდეგ ვითამაშეთ და მერე ჩემი მეგობრის მამა მომიყვანა. გაბრაზდი? არა, არ გაბრაზდი. ელიფ, ჯანს მიხედე. დედა, სად მიდიხარ? რაღაც საქმე მაქვს, მალე დავბრუნდები. მანქანას მოვიყვან. ეზელ. ცეცხლში ხტები ძმისშვილო, ცეცხლში. შენ მხოლოდ შენს თავზე არ ხარ პასუხისმგებელი. ჩვენ საკუთარი სიცოცხლეც განდეთ. მე უკვე მივიღე გადაწყვეტილება ძია. თუ გინდა რომ განზე გადგე, ეგ შენი გადასაწყვეტია. გმარა ნუ მეტი ჩრობ. შენთან სიტყვებით თამაშს არ ვაპირებ. ძმისშვილს გეძახი, მაგრამ სინამდვილეში ჩემი შვილი ხარ. შვილი. დიდი მადლობა. მაგრამ თავად გავართმევ თავს ყველაფერს. ვერ გაართმევ. მათ უკვე აიღეს ეჭვი. შენ ისარგებლე მათი ეჭვით და ჭკვიანურად მოიქეცი, მაგრამ უფრო მეტია საჭირო. მათ თავიანთი ეჭვები რომ დაივიწყონ, არ კმარა მხოლოდ ის, რომ წარმატებული ხარ. სიამოვნება უნდა ჩაუშხამო. როგორ? ჩვენ გვინდა რომ მათ შენთან ერთად მუშაობა დაიწყონ. მაშინ ცოტა უნდა გავუნელოთ თავიანთი ბიზნესის ინტერესი. როგორ ძია? შენ აჩქარდი ძმისშვილო, ძალიან დიდი ყურადღება მიიქციეთ, არ დაელოდე რომ ყველაფერი ჩამცხრალიყო. ახლა მათ წინააღმდეგ უხეში ძალის გამოყენება მოგვიწევს. გესმის? შეყოლოთვის ამბობდი, იარაღი ხელში არ აიღო. შენ უჩაერები ამაში. და ეს ჩემი თვირთი იყოს. ზია, კარგი ძმისშვილო, დღეისთვის გმარა, საკმარისია. უმართლა. ეს გამომართვი. კინაღამ დამავიწყდა საათის მოცემა. უკან რჩებოდა, გავაკეთებინე. ყურადღებით იყავი. ღამის 12-ზე კიდევ შეამოწმე. კარგი ძმისშვილო. უმართლა, სულ მინდა კითხო. ეს ყველაფერი სინამდვილეში საიდან გაქვს? ფულს აკეთიკით ანიავებ. ეს შენი ფულია? ჩემი, შენი, მათი, ვისაც მოუგე. ანუ გინდა თქვა, რომ ბუჩქებიდან არავინ გამოხდება? მე გამოხდები. ახლა მე გეკითხები. დღეს ყველაზე დიდი თამაში რომ იყოს, მოგებისთვის დადებდი ყველაფერს, რაც გაგაჩნია. სულსაც კი ჩამოვალ ფსონად.
დღეს ბედი არ მსყავობს. Doğru diyorsun. მართალი ხარ. ვის უნდა რომ ჩემი წარმატების თილისმა გახდეს? იქნებით დღეს ჩემი მფარველი ანგელოზე. ყოველ შემთხვევაში ვწდი. იქნებ მოგიტანოთ წარმატება. კარგი. საცდელი ხელი ვითამაშოთ. გეკითხები. ვინ გასწავლა კარტის თამაში? ვიღაცამ ხომ გასწავლა? ვინ გასწავლა? მამამ. მამამ მასწავლა. გამარჯობა მამა. ჩემი პატარა პეპელა, მამიკოს სანახავად მოვიდა? გეკითხები. ოდესმე განზრახ წაგიგია? კი. და შენ დაუმსახურებლად მოგიგია? მომიგია თუ არა? უფრო სწორი იქნება დამიმსახურებია, პარტნიორო. მაინტერესებს, რისთვის ჩამოხვედი კვიპროსზე? სათამაშოდ. ცუდია? სამაგიეროდ ერთმანეთი გავიცანით. იქ გავიცანით ერთმანეთი, თუ მანამდე უკვე გვიცნობდი. თქვენი ფოტოები მქონდა ნანახი. შენ მიცნობდი მანამდე? გუშინ დეიდა მელიხასთან რატომ მიხვედი? ვღელავდი. ღელავდი. მაგრამ დეიდა მელიხაზე არა. ჩვენზე. როგორ გააკეთე ეს მამა, როგორ გაბედე? როგორ დამემუქრე ომერით? ჩემი შვილით, ჯანით. სხვაგვარად აქ ხომ არ მოხვიდოდი. მართალი თქვი, მოხვიდოდი მამა შენთან? მოხვიდოდი? ვიფიქრე ეს ჩემი უკანასკნელი შანსია მეთქი. ეს არის მოქმედებებისა და აღმოჩენების სამყარო. მე მოქმედებდი და მივაგენი კიდეც, რასაც მინდოდა. მინდოდა უკანასკნელად მენახე, მხოლოდ შენ არსებობდი, ეიშა. მხოლოდ შენ. სხვა ყველაფერი გამონაგონი იყო. რა უქენი შენს თავს, მამა? ჩვენ რა გვიქენი? ნახე რა გვიქენი? მე მაშინ სამოგზაუროდ წავედი. მეგონა სამყაროს გადატრიალებას შევძლებდი, ეიშა. მაგრამ პირიქით გამოვიდა. სამყარომ გადაატრიალა ჩემი სული. პატარა ტბაზე მეფობა სულაც არ გავს გაშლილ ზღვაში ნავარდს. მე ჩავიძირე, შვილო. მამა შენი, რომელიც ყველაფერს უმკლავდებოდა, დამარცხდა. მე წავაგე, შვილო. სულ ეს არის? ამდენი წელი ამისთვის ვიცხოვრე უმამოდ. როგორ გელოდებოდი ჯერ კიდევ მაშინ, როცა პატარა ვიყავი. დღეების განმავლობაში უფულოდ, სიდუხჭირეში.
ბოლოს მაინც ბრუნდებოდი ხოლმე. შენ ჩემი გმირი იყავი. მე ჯერ კიდევ შევძლებ ამას ეიშან. მომეცე შანსი, ერთი შანსი. ერთი. შენ მოკალი მამა ჩემი. განაღირდა ეს ამათ. მითხარი ღირდა. მიპასუხე. ღირდა. ეიშან. ბოლო შანსი მომეცე შვილო. შევიცვლები. ხომ მიცნობ. სულელი არ ვარ. მამა. უკანასკნელი შანსი ეიშან. შემომხედე ცალი ფეხი სამარეში მაქვს. მხოლოდ ერთი შანსი. მოდი ძველებურად ვიყოთ როგორც მამა-შვილი. მე და შენ. მამა და შვილი. კმარა. კმარა. ცხოვრებაში ერთხელ მაინც თქვი სიმართლე. ერთხელ მაინც ნუითვალთ მაგცებ. ნუიცრუებ. და მე მოგცემ შანსს. შვილო ჩემო ეიშან, მართლა მომცემ შანსს. ხო. ოღონდ ერთხელ შემომხედე თვალებში და სიმართლე მითხარი. შეიცვალე? შეიცვლები? რა თქმა უნდა შევიცვლები ეიშან, ყველაფერს გავაკეთებ შენთვის. მე ვერ შევიცვლები. ვერ შევიცვლები. მე ეს ვარ რაც ვარ. ასეთი ვარ. ეს არის მამა შენ. შემში ზის რაღაც რაც ისეთ რამეებს ჩამჩურჩულებს. შენ რომ გესმოდეს უკან, მოუხედავად წახვიდოდი აქედან. შენთან თუ წამიყვან, მაინც არ შევიცვლები ეიშან. ვერ შევძლებ. მაგრამ მე მამა შენი ვარ. მამა შენი ვარ. დიდი მადლობა მამიკო. ეიშან? აღარ გაბედო ჩემი ძებნე. შენც დაგუპავ და თავსაც დავიღუპავ. აღარ გაბედო ჩემთან მოსვლა. ამით დასრულდა თამაში. კი, მაგრამ შენ ხომ მითხარი ეიშან? მოგატყუე. მე ხომ მამა ჩემი შვილი ვარ.